თქვენი მოადგილეებთან დაკავშირებით რომეო მიქაუტაძე დაგინიშნავთ სამოვიღე აუდიტის დასკვნა. ეს გავიგერო ქურდულ კრიმინალურიდან ზოგადად კორუფციასთან დაკავშირებულია ყველა თანამდებობაზე გინდათ, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე წერეთ რომ საწოლს იპარავდაო თბილისშიო, როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდაო კორუფციაში იყო ყველამდეო. დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. თქვენ ეთერში შემდეგი იქნება ის რა ქვია ვერ გამოყავთ იმიდან მაგნიტსკიციაში რაც არის მიეძალა ესე იგი სუთრების ქვეშაა გომელაური და არ ჩანს ვერც ჩდება თუ არა სახეზე აწერია რამდენი გამოჩნდა რომ არ არის მაინდა-მაინც ადეკვატური გომელაური იქნება შემდეგი ხარებას ესენი მოინელებენ ხარ კრიმინალ ხარებას აი ნახავთ ბიზნია ივანიშვილი მოინელებს არც აქ აღარ დაედგომება არც ოპოზიციაში არც პოზიციაში არც სხვა ქვეყანაში სხვაგანაც ვერც არც აქანა მიმიღონ არც იქანა ეგრე იქნება ეკაც რიჟვაძესთან დაკავშირებით ვიცით რომ 300 მილიონი მოთხოვა პირდაპირ ბიზნია ივანიშვილმა კეში გაუგზავნა კონკრეტული კრიმინალები იმისთვის რომ ესე ფულიო რომ იპარავო წილიო ნაკლები მოგაქვთ ჩემთან რომ დამიტო ეს და დაამატოთ რიჟვაძემ დააბაკუნა ფეხები რომ არ მაგეს 300 მილიონი თუ არ და კარგი ძმაო და გაჩვენეთ აგერ გრიგოლ ლილუაშვილს მოთხოვეს 100 მილიონი ეს არის ასევე გრიგოლ ლილუაშვილს დაადასტურა უკვე ოხანაშვილმა ირიბას მიანიშნა რომ იცით რა ეს ამან რომ მოიპარა 250 მილიონი სად იყო ლილუაშვილი ეხლა გაახსენდათ ლილუაშვილი დაჯარიმებული ყავს ბიზნეს 100 მართულები და ზაგერ გეტყვით აგერ ჯერ თუ ესე იგი თავდაცვის ჯუანშერ ბურჭულაძეს აქ ძალიან მძიმედ საქმე ამ მიმართულებით რომ მასაც რაღაცა კონკრეტულ ფულებზია ლაპარაკი რომელიც ასე ვთქვათ მოიპარა და ოფშიალში ბიზნესთან არ მიიტანა თხოვენ კეშს არ მიიტანს ეხლა ეს ბურჭულაძეს კეშს არამედ მოიკითხეთ ეხლა ჯუანშერ ბურჭულაძე არის თუ არა მასზე საქმე აღძრული პროკურატურას კითხეთ არის თუ არა გამოკითხული და ნახოთ რას გიპარდეთ ვინც ახლა თქვენ ვინ იპარებს ას ნიშნავს აბსურდია სხვადასხვა პირები აბეიშვილის ნარატივი მართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.